საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ კომედიას ყველაზე რეიტინგული გადაცემით საქართველოს ფანოღი. მინდა გითხრათ რომ შემართება შესანიშნავია და წარმოგიდგინოთ პირდაპირ ჟიური რომელიც გადაწყვეტს რა თქმა უნდა იმ პირველ ადგილზე გასულ ადამიანს რომელიც სრულ 10,000 ლარს მიიღებს. რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან წარმატებები კიდევ ერთხელ და მაშასე უნიჭერესი და ულამაზესი ნინო ჩხეიძე ლამბერსექსუალი ვახტანგ ბიჭიკაშვილი მოპარსული წვერით მაგრამ სექსუალური ნიკოლო ზარაბიძე ყოფილი სექსუალური და აწუკვე სექსუალური კვლავაც ნიჭიერი ჩვენი ლეგენდა ნუგზარ ერგევნიძე. დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ თქვენ მომბრძანებისთვის რომ გამონახეთ დრო რა თქმა უნდა ჟიურის დიდი მადლობა რომ და ჩემ თავს კიდევ და კიდევ აკროვა ერთი აპლოდისმენტები მეც მომახვიეთ თუ შეიძლება. მადლობა და რა თქმა უნდა მე ვიცი რომ ჩვენი მონაწილეები ყველაზე მეტად ღელავენ კიდევ და კიდევ მინდა გითხრათ რომ მე პირადად თქვენ გვერდით ვარ და წარმატებებს გისურვებ და აბა თქვენ იცით ჩემო მეგობრებო და რაც შეეხება ტურს ეს გახლავთ ძველი ქართული ესტრადა ბატონო ნუგზარ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სტუმრობა დღეს იმიტომ რომ ჩვენი ტური როგორც აღნიშნე გახლავთ ძველი ქართული ესტრადა ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი შეფასება ამ შემთხვევაში ხომ მზად ახართ ტელემაყურებელი უკვე ერთი კვირაა გვიცდის ჟიური მზადაა მეც მზადა ვარ მაშასე საქართველოს ფანოღი იწყება და ადამიანი რომელიც ფიქრობ როგორც წინა საქართველოს ფანოღში კაცი ბარადა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის მისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც თვალყურს გვადევნებ და ასევე ჩუხტარიჩიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გიორგი ცარიელაშვილი ჩუხტარიჩი სცენაზე გიმსა დამჯერავს რომ ქართველობა აღარასოდეს არ გადაშენდება ვაგლახელახლა ბაგიშვილობა ქალიშვილობა რა დაგშვენდება როცა გიხილე ციხე კოშკები განმეორება გულს ჩამეწვეთა შენ უნდა გეცვას კაბახაბარდა უნდა დაქროდე რუსთაველზე და ეს ხაისლავი ალასხავარდი ვინ გაგიჩინა ვინ მოგავარაჭირიმე დავადის თალო იქნებ დაბერდი სიბერის შუქის შემოგებარაჭირიმე მაშინ შემგვანი ელამწარენიც ვერ გახილავდნენ ძველს სილამაზეს ჭირიმე როცა ჩამქრალი გელამკარივით შემომხვდებოდი ვერის საღმარცე ჭირიმე იმზერ დამჯერავს რომ ქართველობა აღარასოდეს არ გადაშენდება ვაგლახელახლა ბაგიშვილობა ქალიშვილობა რა დაგშვენდება როცა გიხილე ციხე კოშკები განმეორება გულს ჩამეწვეთა შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები და გოგამანოდე რუსთაველზე და ეს ხაისლავი ალასხავარდი ვინ გაგიჩინა ვინ მოგავარაჭირიმე დავადის თალო იქნებ დაბერდი სიბერის შუქის შემოგებარაჭირიმე მაშინ შემგვარი ელამწარენიც ვერ გახილავდნენ ძველს სილამაზეს ჭირიმე როცა
როდესაც შაქრალი გელამტარივით შემომხვდებოდი მერის დაღმართზე ჭირიმე Stagion's scavardi, win gagishina win mogavara chirime. Tavadis halo iknem taberdi, Siberi shugi shemogevara chirime. Mashin shenvali elam tsaranits, ver gakilaudlet suveshila mazes chirime. Rotsak shakrali gelam tarivit, შემომხვდებოდი მერის დაღმართზე ჭირიმე შენი ჭირიმე ჩუხტარიჩი შესანიშნავი იყო ჩემო ჩუხტარი ჩვენივად გახსნა რა თქმა უნდა ჩემი წამყვანის პოზიციიდან მეგობრებო, მაგრამ პირველისთვის აპლოდისმენტებით დამეთანხმებით რომ შვენიერი იყო. ეს მე ვამბობ და ნახოთ რას ბრძანებენ ჩვენი შესანიშნავი ჟიური. ეხლა გავიღიმეთ. რა თქმა უნდა, ნინო, გისმენთ დაიწყეთ. ჩუხტარიჩ, გამარჯობა. აგიმურჩა. იცი რა არის, ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ ეხლა და რა თქმა უნდა ერთმანეთს ვსწავლობთ, მაგრამ მე უკვე მესამეჯერ გისმენ შენ და არ მომეწონა დღეს არ დაგიმალავ შენი ნამღერი, იმიტომ რომ ერთნაირი ხარ ყველა სიმღერაში და ძალიან დაძაბულიყავი. ეს არ არის პროექტი, სადაც ჩვენ გაფასებთ, რაღაცას დაგითვლით და მეოთხედებს და გამოგეკიდებით. არა, უბრალოდ შენი ვალია, რომ შენი განწყობა, შენი ინდივიდუალიზმი და ხასიათი სხვადასხვანაირი ჩვენამდე მოიტანო. მარტო ჩვენამდე არა, ჩვენ არაფერი არ ვართ მაყურებლამდე და მაყურებელი გაერთოს, მაგრამ ყველა სიმღერაში რომ რაღაცა ნერვიულ დაძაბული ხარ და ძალიან რაღაცა ისე არ მომეწონა ეს. მხოლოდ იმიტომ რომ წინატური მომეწონა და სიმპათიით ვარ განწყობილი შენს მიმართ 9 ქულა. თუმცა მინდა რომ შენ იპოვო ის, რასაც ქვია საქართველოს ფანოხში იყო ფავორიტი. რაც წინა კონკურსის წინა ტურში, თქვა ტური კი არა, სეზონზე ოთარ ბარადა იყო, ყველა ადამიანი ვინც იყო ინდივიდუალი, განსხვავებული და ყველა სიმღერა სხვადასხვანაირად გვაწოდებდა. თუნდაც ნინო წერეთელმა, რომელმაც სიმღერა აფრები, ოღონდ სუსხვანარად იმღერა. ეს მინდა თქვენი ნამღერი ინდივიდუალი არის საინტერესო, თორემ არაფერი საინტერესო რა ყველა მთელი თბილისი სიმღერის ამ სიმღერას და ყველა მიცის ეს სიმღერა როგორია, მაგრამ თქვენი წამოიღეთ და იყავით ცოტა განსხვავებულები იმისთვის, რომ თუნდაც შოუ იყოს კარგი. ძალიან უკმაყოფილო ვარ ცხრიანი. 9 ქულა, მე ვთვლი რომ 9 ქულა არ არის, კიდევ ძალიან დაბალქურებს ესხმენ ნინო, მაგრამ ამ შემთხვევაში მადლობა მას და ვახო გისმენთ. მივესალმები ჩუხტარიჩ, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა. დავეთანხმები ქალბატონინოს ის პროფესიონალური შეფასება რაც გააკეთა ნამდვილად, მაგრამ მე მომწონს ამ ადამიანში რაღაცა მუხტი, მომწონს თავისი ეს ომახიანობა, არ მინდა რა თქმა უნდა ერთნაირი იყოს ყველა ტურში და შემდეგ ტურში უკვე დაველოდები რომ ეს ადამიანი ნამდვილად რაღაცა თავის ხასიათს, თავის დამოკიდებულებას შეცვლის და შოუსთვისაც ნამდვილად კარგი იქნება. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს მე და უყვარს შეიძლება ითქვას ძალიან ბევრ ქართველს. მე ვიცი რომ მე მინდოდა რომ ეს სიმღერა მიმეწონა ქალბატონინოსთვის, იმიტომ რომ ჩხეიძეები თავადები არიან, მე მყავს მეგობარი ჩხეიძე კახა, რომელიც თავადია და ამიტომ ათიანი ჩემი მოკლედ ბევრი არ ვისაუბრო. ამასთან დაკავშირებით. ბატონ ნუგზარ, თქვენ პირველად ბრძანდებით, დღეს მე მესმის თქვენი ღელვა, მაგრამ პროფესიონალიზმით ძალიან კარგად მისმის, ამიტომ გისმენთ. რა თქმა უნდა, პატა ნერვიულობ, ღელავ, პირველად ვარ ამ ოკეანეში, რასაც ქვია საქართველოს ფანოღი. ძალიან მომეწონა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი პოპულარიზაციას უწევს ქართულ სიმღერას ლადო ასათიანის ლეგზე, რომ ხაბარ და გეცოს. თავადურია, მე გეთანხმები. იმიტომ რომ ლადო ასათიანი სხვათა შორის, ოდესაც ლეგს წერდა სალაღობო, სინამდვილეში ერქვა ასათიანური. გისურვებთ, ეს არის ქართული სიმღერა და დანარჩენი ახლა მე თვითონ გამოვცდელი ვარ, რა უნდა გასწავლოთ. მეტი ხალისი, მეტი გამბედაობა, მეტი ნოტებთან ცოტა კონტროლი.
და თქვენი ქულა შეფასებით ბატონო გზა ქულა რა იქნება? 9 ნინოს დავეთახმე, რადგან პირველი ვარ, არ ვიცი. კი ბატონო, აპლოდისმენტები 9 ქულა ბატონო გზარისგან და ჩემო ნიკოლოს გისმენთ. მადლობთ ბატონმა და ნახანდავდით პატივი და მეოთხეთ. შევეცდები შემდეგ გამოსვლა. არ არის პრობლემა, მე ყოველთვის საპასუხისმგებლო ადგილი მიკავია. დიდი მადლობა. მეც ჩემ ნინომ და ბატონმა ნუგზარო, ანუ პროფესიონალურად შეაფასეს ეს ადამიანი, მეც ვეტყვი, რომ უბრალოდ მესმის რომ პირველი ცოტა ძნელია და რთულია, რახან გახსნა დღევანდელი დღე ბატონმა ჩუხტარიჩმა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვთვლი, რომ მისი ხმა, განსაკუთრებული ტემბრი უხდება ჩვენს ფანოხს და ასე რომ მე მინდა რომ ეს ადამიანი ვიხილო შემდეგ ტურშიც. ასე რომ ქულა რა იქნება ყველაფერს ქულას რაც შეეხება, მოდით მე 10-იანით შევაფასებ დღეს. გადასარევი, ჩუხტარის 2-10-2-9 შესანიშნავი შედეგია, დამერწმუნე, დიდი მადლობა გთხოვ დაიკავო შენი ადგილი და შემდეგი მონაწილემაც გამოთქვა ჩემო ბატონო ძვირფასო ჟიური და ტელემაყურებლებო, თქვა რომ მეც მაქვს ჩემი რაღაცა ზედმეტ სახელი, როგორც მიცნობს ჩემ მხარეში ჩემი ხალხი, ეს გახლავთ ვარდენ სილაგავა ვაგული. მივესალმოთ. აღარც გაბნეული ცივი ვარ და აღარც მაცვალ ვიკრიფები ნუ თუ არ გინახავს ცვივის ბარდა ანაპირებული ტირიფები მე გაზაფხულივით მოგეპარე და გაზაფხულივით შენში დავჩი ჩემი სიყვარული მოგაპარე ეს უნაზესი და თოთო ბავშვით ჩემი სიყვარული მოგაპარე კიდევ ნისლიანი ხები მიყვარს ჩვენგან გაფრთხილები ბილიკები ასე ნეტავირა მოგაცინა ოი ეგმოტირა ლაფირიფები მე გაზაფხულივით მოგეპარე და გაზაფხულივით შენში დავჩი ჩემი სიყვარული მოგაპარე ეს უნაზესი და თოთო ბავშვით ჩემი სიყვარული მოგაპარე კიდევ ნისლიანი ხები მიყვარს ჩვენგან გაფრთხილები ბილიკები ასე ნეტავირა მოგაცინა
oi egmoti dalatiri pepi begazapkhuli vit mogepare dagazapkhuli vit shemshi davchi chemi siqvaruli mogapare esunazesida totobachi chemi siqvaruli mogapare მადლობთ ბატონი ვაგული არაჩვეულებრივი ადამიანი და ნინო უნდა დავიწყოთ კлау შენგან არ ვიცი როგორ დავიწყო, მაგრამ ადამიანები აქ ამ სეზონზე ცოტა უკმაყოფილო არ, იმიტომ რომ მიუხედავად რომ თქვენ ჩამოყალიბებულ მომღერალი ბრძანდებით და მართლა სწორად და კარგად ბღერით, მაგრამ არ არის აქ განსხვავება, არ არის ხასიათი ინდივიდი არ არის კაპიროვკა რაღაცა ჩვეულებრივი ნამღერი. არ მომწონს ეს ძალიან არ მომეწონა ისაც წინატურის ხათრით იმის გამო რომ მინდა გამოასწოროთ ცხრიანი. არ მომეწონა ძალიან. 9 ქულა. ბატონო ნუგზარ, გისმენთ? ნინოს მერე ცოტა რთულია, მაგრამ პირველად ნახეთ სეკას მდივანი ასე კარგად რომ ღერის. მე მინდა მას მადლობა უთხრა, ნამდვილად კარგი მომღერალია, სხვა სიტუაციაში ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ორი კაცი გამახსენა, ბესო კალანდაძე და ზურაბ მალაგაძე. მივესალმოთ მათ და ნიჭიერი კაცი ბრძანდებით და რა ვიცი ახლა 10-იანი თუ გინდა მოგცე 10-იანს. თუ გშველით აგერავარ. 10 ქულა, გილოცავთ. ვახო? მივესალმები პატენს. მეც ამ ორ ადამიანს შორის ვზივარ, შუაში ვზივარ და ბესოს და ბატონ ზურას და ბატონ ბესოს შუაში მგონია იმღერა ამ ადამიანმა არც იქით იყო და არც აქეთ. ამიტომ რაღაცა ის გავლენა იყო ერთის და მეორესაც. ამიტომ მინდა ყველა რჩევა, რომელსაც ქალბატონი ნინო გეტყვით, რომელსაც ბატონი ნუგზარი გეტყვით, გაითვალისწინოთ შემდეგი ტურებისთვის. მე უფრო გამომსვლელის ხალის განწყობას იმ ადამიანების განწყობას ვაფასებ, რომელსაც ამ გადაცემას უყურებს და აგერ სხედან. ამიტომ ხო მეტი შოუ, მეტი რაღაცა მხიარულება, მეტი ცოტა ამბად გვინდოდა ეს რომ მოგეყოლა სიმღერი და ამიტომ კარგი იქნებოდა. მოდი მე დღეს კეთილი ადამიანი ვარ და 10-იანს დაგიწერთ. 2-10 ქულა და ცოტა მარტვილსაც გაბითვალისწინებ, ახლა ცოლის მხარია მაინც და ვერ ვაწყენინებ სინჯაკაცი ვარ ბოლო. მადლობა ვახო. დიახ, მეც გავაგრძელებ ჩემი კოლეგების ნათქვამს და დავიწყებ იქედან, რომ მე ამ შემთხვევაში ყველას მიმართავ, რომ ძალიან გთხოვთ ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ცოტა ვიყოთ ორიგინალურები ალბათ ამ შემთხვევაში. ეს სიმღერები ალბათ ახალს აქ ყველა ტურში, ყველა შემდეგ ტურში ვერაფერს გავიგონებთ, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც ახალი ამ სიმღერებში შესრულების მხრივ აღმოვაჩინოთ და ეს ნამდვილად კარგი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ცუდი შესრულებით და აქ მე მესმის, რომ ყველა ვინც გადავიდა ამ კონკურსში, ვინც გავიდა ამ კონკურსში, ყველა ღირსია რომ მიდგეს და იმღეროს და მას აქვს ხმა, სმენა და ასე შემდეგ. ამაზე არ კამათობდა დავთ, უბრალოდ მეტი ორიგინალურობა ალბათ მე ქალბატონ ნინოს დავეთანხმები და მეც ხრიანს დაგიწერთ. დიდი მადლობა ნიკა, უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა, გთხოვთ თქვენი ადგილი დაიკავოთ. აი, ასე მე მინდა უბრალოდ მონაწილეებს უთხრა რომ ყურადღებით მოусმინონ ჟურის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მითითებები, რაზეც ისინი საუბრობენ, იმიტომ რომ წინ ენერგეტიკული სასმელი Wildberry საჭირო ენერგია საჭირო დროს. შემდეგი მონაწილე კი გახლავთ ვაკო მეგენეიშვილი.
სასულხარ ჩემოლხინო ლამის სუხილმა გამინაპირო შემომაშველე ტყვინო არც მისლის ფერი თვალები გწობე აღარ ცოცხნება გალო რა დაგიშავე ქალო არც მისლის ფერი თვალები გწობე აღარ ცოცხნება გალო რა დაგიშავე ქალო გადაიარა თელმა მინდმა ტრფობის ფერი და გემო ამ ქვეყანაზე ნედა რა გინდა უსიყვარულო ჩემო არც ნისლის ფერი თვალები გწობე აღარ ცოცხლება გალო რა დაგიშავე ქალო არც ნისლის ფერი თვალები გწობე აღარ ცოცხლება გალო რა დაგიშავე ქალო არც ნისლის ფერი თვალები გწობე აღარ ცოცხლება გალო რა დაგიშავე ქალო დაღამებულ ხარ ჩემო აპრილო სასულხარ ჩემოლხინო ლამის სუხილმა გამინაპირო შემომაშველე ტვინო არც მისლის ფერი თვალები გწობე აღარ ცოცხლება გალო რა დაგიშავე ქალო არც მისლის ფერი თვალები გწობე აღარ ცოცხლება გალო რა დაგიშავე ქალო რა დაგიშავე ქალო აი, ასეთი ვერსია შემოგთავაზა ვაკომ გადასარევი იყო. რა თქმა უნდა, აქაც მე ჩემი წამყვანის ამპლუიდან გამომდინარე და ვნახოთ რა სიტყვის ჟური. დაიწყოს აპლოდისმენტების თანხლებით ნიკა. ცხოვრებაში პირველად ნიკა არაფიძე. დიდი მადლობა. ფეხზე წამოვდგები ბატონო პატა. ახან მომეცა. დაგპირდი. პირველი რაც შეეხება ვოკალურ მონაცემებს ამ ადამიანისას პროფესიონალები უფრო კარგად იტყვიან. მე უბრალოდ აღნიშნავ რომ რაც გამაჩნია ისმენა და ძალიან კარგად შეასრულა ამ ადამიანმა, ძალიან გრძნობით იმღერა, ალბათ ამეთანხმებით და იმ სიმღერაში აი სიმღერით რაც უნდა ეთქვა თქვა ყველაფერი ჩემი აზრით. და ეს ჩემი ობიექტური აზრია და შესაბამისად მე მინდა დავწერო 7 კი არა და 10. 10 ქულა, ვაკო გილოცავ. ნინო ამ შემთხვევაში მე მინდა რომ გააგრძელოს ვახო. ნამდვილად ძნელი ყოფილა. პირველი საუბარი როგორც შეედგეთ ბატონი ნიკა ნერვიულობდა ამ ეტაპზე. ალბათ მერე შეაფასებენ და ის არ ვიცი. ვაკოს მინდა უთხრა რომ მადლობა გადაუხადო პირველ რიგში იმის გამო რომ
გულწრფელი იყო ამ სიმღერის დროს, ეთყობოდა ეს ყველაფერი და იგრძნობოდა რა თქმა უნდა. და შემდეგში გთხოვ რომ შენ გულშემატკივრებს თუ ყავს ესეთი ადამიანების არმია, მოიყვანო აქ რომ ტაში დაგიქნან როცა ასრულებს სიმღერას, ამიტომ შენს გაგამხნევებს და შოუსთვისაც კარგი იქნება. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ თქვენი ამ ადამიანს და ჩემი ათიკულა. ბაკო გილოცავ? ხავდი ნიკო, აუცილებლად. ბაკო, მე ძალიან მომეწონა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვა რაღაც ყველაფერი ისე იყო, მაგრამ ეს არ არის კონკურსი, სადაც რაღაცებს ვეკიდებით, რა როგორ არის ნამღერი. მთავარია შენ იყავი ძალიან გულწრფელი, შენ იყავი შენ და არ ბაძავდი არავის ამ სიმღერით და ცდილობდი ბოლომდე, რომ ჩვენამდე მოსულიყო ეს სიმღერა, ეს სიყვარული და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა ძალიან ისიამოვნა, იმიტომ რომ ცდილობდი, რომ შენი ეს სითბო, პოზიტივი და ეს სიყვარული მიგეტანა იქამდე და მე ძალიან ვაფასებ ამას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს შენ პირველი ჯერჯერობით 2 კონკურსად იყვავდა და პირველი მონაწილე ხარ, ვინც მომეწონა და ვამბობ იმასაც, რომ მე დღეს იქით აღარ დავწერ ქულას იმის გამო თუ წინა ტურზე ვინ რა იმღერა. ნამდვილად დღეს გეკუნთვის 10-იანი შენ. 10 ქულა? ესე იგი კარგ ლუკმას ბოლოსთვის იტოვებენო ბატონო ნუგზარი გაგიგიათ და შესაბამისად გისმენთ. მადლობთ. მე ვატოს პირველად არ უსვერ. მე ვიცნობ მას, ხშირად მომისმენია, მისი კლიპებიც კი მაქვს ნანახი. მართლა? კი. აპლოდისმენტები. ხოდა. თქვენ ამ დროს თქვენ კლიპებს იღებდით და არ გეცალოთ. ხოდა რა მინდა რა თქვა, ვატო ძალიან კარგია. ნამდვილად ლირიულად და ასე ვთქვათ, პლუს დრამატულადაც შეასრულე. ანუ შენი გრძნობები მართლა მოიტანე, ეგ არის რა. არ გვატყუებდი, მაგრამ თავი რა მინდა იცი, სოსო ებრალიძე რო გააცოცხლე. ცოცხალია ის კაც, 75 წლისაა და დიდი მადლობა რომ ეს ქართული ესტრადის კლასიკა შეასრულე. და ქულა შესაბამისად 10 ქულა, მადლობა. აი ასე ჩემო ძირფასებო, თანდათან ვერ ყვევით, ხვდებით და ვიჯერებთ თუ რას ემსახურება საქართველოს ფანოღი, ამისთვის აპლოდისმენტები ამ პროექტის ავტორებს, რა თქმა უნდა, რომ უკუდავყოთ ის გენიალური სიმღერები, რაც ასე უყვარს ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ქართულ საზოგადოებას. მაშ ასე შემდეგი მონაწილე გახლავთ, აქაც ძალიან კარგ რამეს დაგვექნება საქმე, გიო ფშაველი. სამთარია სიცივე შემოდგომა მიდის მეშინია სიცივისა სამთარში რომ იცის შარშან უფრო საშინელი ცივიქარი ქროდა მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ სულ არ გეშინოდა შარშან უფრო საშინელი ცივიქარი ქროდა მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ სულ არ გეშინოდა ნუ თუ მართლა შეგეშინდა ზამთრის სიცივისა მაშინ რატომ მიმატოვე ვიშევჩილობისა ვინ გამითბო ვინ გამილღო გაყინული გული ან მე რად მაქვს ჩემო კარგო ასე თბილი გული გაზაფხულდა და მიბრუნდი და მიბრუნე გული გაზაფხულო და მიბრუნე ჩემი სიყვარული ვინ გამითბო ვინ
მაქვს ჩემო კარგო ასე თბილი გული გაზაფხულდა და მიბრუნდი და მიბრუნე გული გაზაფხულო და მიბრუნე ჩემი სიყვარული ჩემი სიყვარული გიო ფშაველი და შევაფასოთ გიო დავიწყებ მე კი ბატონო ნამდვილად დავიწყებ მე იმიტომ რომ მე ფშაველი ვარ წარმოშობით კასპის სოფელი ფშაველი არა ხუმრობ რა თქმა უნდა გიორგი კარგი ბიჭი ხარ და დღეს მეორე შემთხვევაა იმის რომ გულწრფელობა იგრძნობოდა და მე გამიჩნდა იდეა რომ ჩამოვაყალიბო და შევქმნა საიტი გულწრფელი.gi სადაც გიორგის და ვაკოს ფოტოები უკვე აქტიურად დაიყრება. ამიტომ ჩემი 10-იანი დღეს კიდევ 10 ქულა გიოს ერთი სული მაქვს 9-იანს როდის დავწერ ესე იგი 10 ქულა გიოს და ბატონო ნუგზარ გისმენთ ესე იგი ეს ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა მოაქვს თავისი ენერგეტიკა, ფშავი, სიყვარული და ყველაფერი, მაგრამ რა გამახსენდა თუ იცი? ბატა. დიახ, არ ვიცი. პარლამენტარი რო ვიყავი, ცოტა მთვრალი ვიყავი და გამაჩერა პოლიციელმა და პატრულმა. ხო და ეხლა მაინტერესებს ვინ მაჯარიმებს, კაი. რა გვარი ხარ მეთქი და არა გვისპირელიო. ხო ვიცი ახლა ეს არა ფშაველი და ის არა გვისპირელი. მე ვთხარი მე ნუგზარ შავი ზღვის პირელი ვარ და როგორ გამწირე ბიჭო მეთქი და მომარჭო 2 წლიანი ლიშენია. გენაცვალე რომ ფშაველი აიღე ფსევდონიმად, კაი ბიჭი ხარ, თუნდაც მაგიტო. საერთოდ კარგად ვღერი და 10-იანს გიწევ. 10 ქულა, 10 ქულა. გიო. ნინო გისმენთ ჩემო კარგო, გიო, ხო, მე განიშნებდი კიდევაც, იმიტომ რომ დავამატებდი ამ შენგულწრფელობას, კიდევ უფრო მეტ გამბედაობას, სიმყარეს და რაც დარწმუნებული მოგემატება ყოველ შემდეგ ტურზე და ძალიან მომწოხარ და იმედი მაქვს, რომ ძალიან ფინალში იქნები და ერთ-ერთი ფავორიტი იქნები ამ პროექტის. 10 ქულა, 10 ქულა ნინოსგან და ნიკოლოს. გისმენ ნიკოლოს, სხვათა შორის უკაცრავად ბატონ ნუგზარ გიომ თქვა რომ ნამდვილი გვარია და ფსევდონიმი არ არის. გვარი არის ნამდვილი ფშაველი, არა ფსევდონიმი არ არის. არა უშავს. არა უშავს. დიდი მოდიში ბატონო ვაჟა. ბატონ ნუგზარის გვარიც ნამდვილად შავი ზღვის პირელია, მაგრამ უბრალოდ მე გახდა ერგემლი. ესტრადამ ერგემლიზე მოითხოვა. კი ბატონო, მოითხოვა ესტრადა. გისმენთ ნიკოლო. კი ბატონო, წეღანდელი პირველი ჩემი ჩამაშხამეთ და ეხლა ბოლოს ვამობ. მადლობელი ვარ ბატონო და პირველ რიგში მე რასაც ხედავ ამ ადამიანში, მას აქვს ჩემი აზრით ეს არ არის სრული ფშაველი, რაც უნდა იყოს და მე ამ ადამიანში ხედავ დიდ პოტენციალს, ასე რომ შემდეგ ტურებში მე ყოველ შემთხვევაში ველოდები კიდევ უფრო მეტს. და განსხვავებულს და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა ჩემი აზრით და კარგი ბიჭია და თუმცა მეტი შეუძლია 10-იანს 10 ქულა გიო გილოცავ შენ პრინციპში გარანტირებული გაქვს თქო დაიკავო თქვენი ადგილი კარგია კარგად მივდივართ და დღევანდელ ტურშიც პირველი მანდილოსანი გამობრძანდება გურჯაანიდან ხათუნა ახალმოსულიშვილი ჩაბნელებულა სცენა ციმციმებს სანთლისალი ორაცნელია ცეგვა სხვაზე თუ ფიქრობს ქალი არ მინდა მეტი ცეგვა მაგონებს მას
Segava magonevs tangos esse quadrillo Slier gavs masara arminda meti Segava magonevs segua magonevs tangos esse quadrillo Slier gavs mas Segua პირველი ცეკვა მახსოვს მე ტანგო ძველი როგორ გვათბობდა მაშინ როგორ გვათბობდა მაშინ როგორ გვათბობდა მაშინის მელოდიანელი არა არ მინდა მეტი ცეკვა magonevs Segava magonevs tangos esse quadrillo Slier gavs masara arminda meti Segava magonevs segua magonevs tangos esse quadrillo Slier gavs Ara arminda meti Segava magonevs Segava magonevs tangos esse quadrillo Slier gavs masara arminda meti Segava segua magonevs tangos esse quadrillo Slier gavs segava magonevs tangos esse quadrillo Slier gavs ram pararam 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 pam 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 დავიწყებ მოვასწრებ ყველას. კი ბატონო. იცი არის სანამ დაიწყებოდა გადაცემა, ხათუნამ ნახე, შემთხვევით დავინახე, რომ არა, იცინოთ არა, ხათუნამ დავინახე, ერთი შვილი ურეკავდა, ტირო და მეორემ დაურეკა რაღაც თხოვა საჭმელი სადარიო, მესამე მოყვანილი ყავდა თხოვა რომ ნიუჩხეიძის ამ ფოტო გადამაღებინეო. ანუ ვიცით რომ ხათუნ არის ხუთი შვილის დედა და რამდენად მინდა აპლოდისმენტები რომ რამდენად რთულია იყო ხუთი შვილის დედა. გამოხვიდე ჩუმად გამოეპარო ბავშვებს მღეროდე თან სცენაზეც რო იდგა ჩვენს ანუ ხალხსაც ამხნევდა რომ ყველას ეცეკვა ამ ტანგოზე და მე ძალიან აი შენი ენერგიით ვარ აღფრთოვანებული და ჩემთვის ძალიან პოზიტიური გამოსვლა იყო და ძალიან კმაყოფილი ვარ 10-იანი 10 გულა დიდი მადლობა ხათუნას შოუსთვის დიდი მადლობა ხათუნას არტისტიზმისთვის დიდი მადლობა ხათუნას შემოქმედებისთვის დიდი მადლობა ხათუნას ხუთი შვილის დედობისთვის დიდი მადლობა ხათუნას რომ ღერის დღეს ჩვენთან ერთად 10 გულა ბატონო ნუგზარ გისმენთ რა თქმა უნდა ხათუნა 10 გულა წინასწარ ხუთი შვილისთვის მადლობა და კიდე პერსპექტივისთვის რომ კიდე გააჩენ საქართველოსთვის შვილებს და რა მინდა იცი რო გითხრა აქ რედაქტორად მოვედი მე მგონი ბორია შხიანს მადლობა რომ დაწერა ეს ლამაზი სიმღერა ბორის შხიანს სხვათა შორის ბორის შხიანმა დაწერა ეს თავარი ფანოღურის სიმღერა აფრები
ბრავო. მივესალმოთ. ამიყვანეთ შტატში, მოგიყვებით ვიდრა დაწერა, ვიდრა კნა. ძალიან კარგი, თქვენი ქულა გვაინტერესებს ამ შემთხვევაში. 10 ქულა, 10 ხუთი ქულა. შვილის დედა, საბა 9-ს ხوار დაუწერეთ. ნიკოლოს გისმენთ შემოკარგო. მე ვიცი ჩემ ტანგოზე გეცინება, მაგრამ მე მგონი გავართვი თავი ხარ. არა უშავს კი არა. აპლოდისმენტები, ასე ვიცეკვე მე? ასე ვიცეკვე? გურჟანელს ვეცეკვე თელაველი მარტო მაგისთვის უნდა აი ტანგოში ამდენი გეკუთვნის, აი? დიდი მადლობა ისე. კახური რიცხვია, 18. კიდევ კარგი 18. მართალი ბრძანდებით ბატონობა და მარტო ამისთვის გეკუთვნით კარგი შეფასება რომ ასე შეეწყვეთ გურჯანელი და კახელი ერთმანეთს თელაველი. აი პატარა გურჯანელი და თელაველი ბოდის ვიხდი მარტო ამ პატარა მონაკვეთში მე ვთვლი რომ თქვენი ხმა და თქვენი არსებობა ამ პროექტში უხდება ამ პროექტს და მიუხედავად იმისა იცინოდა ჩემო ნიკოლოს მიუხედავად იმისა რომ რაღაცები შეიძლება შენიშვნები გამოვთქვათ მაინც მე მივცემდი ამ ქალბატონს შანსს რომ იმღერო შემდეგ ტურში ბრავო ბატონა გილოცავ აი რო ნერვიულობდი ხო ხედავ ყველაფერი კარგათა ძალიან კარგად მივდივართ მაგრამ აუცილებლად უნდა შეგახსენოთ კარგ ხასიათზე როგორც ბრძანდებიან ჩვენი ჟურის წევრები ასევე მომენტალურად შეიძლება ცუდ ხასიათზე დადგნენ ასე რომ წარმატებას გისურვებთ სხვა გამოსვლებსაც და რაც მთავარია ბრძოლა გრძელდება როგორც დღემდე მსოფლიო ცხოვრობს ფულისთვის აქ კი ეს თანხა შეადგენს 10,000 ლარს მოკლედ საქართველოს ფანოღის შემდეგი გამოსვლელი გახლავთ ვაჟა მალაციძე აპლოდისმენტები ის ფანტელი გაშიშლებულ ტოტებს აცივარ ჩემო ჩიორა შენს ხომარცივა მოდი ჩამიკრავ უბეში და თბილად იქნები ვერ შეგაშინებს თოვლის ფიფები მოგიალებს ვჩიტუნა დამასინადრე ფიფქივი ჩემს არ გაუჩინარდე თორემ ხომ ხედავარე მარე იგვარადათოს სხვა ჩემნაირად ვერ ვიგაგათმო ჩემო ჩიორავ შენსგან მიქრია ჩემი ფიქრები შენი ერთგული მარად ვიქნები მოდი ჩაგიკრავ უბეში და თბილად იქნები ვერ შეგაშინებს თოვლის ფიფქები მოგიალერს ვუჩიტუნა დამასინადრე ფიფქივი შენს არ გაუჩინარდე თორემ ხომ ხედავარე მარე იგვარადათოს სხვა ჩემნაირად ვერ ვიგაგათმო დავარე მარე იგვარადათოს სხვა ჩემნაირად ვერ ვიგაგათმო ვაჟა მალაციძე კარგი იყო ვაჟა ყველაფერი
და ნახოთ ახლა ეს როგორ აღიქვა ვახო ბიჭიკაშვილი. დავიწყებ და აი დადგა დრო დავწერო ცხრიანი, ჩემო ვაჟა, ეს არ არის შენი მიმდინარეობა ნამდვილად, ეს არ არის შენი ტური და შენი ის ესე ვთქვათ აშურული სიმღერები, რომელთაც იყავი წარდგენილი აქამდე ჩვენს წინაშე უფრო კარგი იყო დამიჯერე. არის ესე შემთხვევები, რომ შეიძლება ტური მოირგო, ვერ მოირგო, მაგრამ ამან გული არ უნდა დაგწყვიტოს. ცხრიანი შემეძლო 8-იანიც დამეწერა, მაგრამ ცხრიანი იმიტომ რომ უფრო მინდა რომ იყო პროექტში და შენი რაღაცა ის მუღამები და მუხამათები გვაჩვენო, როგორც ბატონი ნუგზარი მეუბნებოდა გულისების სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ფანოღებს თავისი ენა აქვთ, რა თქმა უნდა. და ცოტა ამენით გესაუბრები და აქედან გამომდინარე დღეს თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ რომ 9 ქულით შეაბოლოოთ. ცხრიანი დღეს ჩემი გულ არის ცხრიანი. მე მინდა აქვე ჩვენ ტელემაყურებელს კარგად ახსოვს, მაგრამ ვაჟას უთხრა რომ მე მახსოვს ამ 3 წარმომადგენელიდან ბატონ ნუგზარს არ გულისხმობ, 5 და 4-იც კი მახსოვს, ასე რომ აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს 9 ქულა, არ გეგონოთ ხელწამოსაკრავი. ნინო გისმენთ. ვაჟა, არ ვიცი ეს ტური რთულია თქვენთვის თუ რა არის, მე არ მომეწონა ეს სიმღერა, არც შენი ნამღერი, არც თვითონ სიმღერის იდეა, რომ ეს შეარჩიე სიმღერა. ანუ არ მომეწონა ეს სიმღერა არანაირად და მე ბევრად მეტის იმედი მაქვს შენგან. იმიტომ რომ ესე არც შენ გამოგადგება, არც ჩვენ გამოგადგება, არც კომედიას გამოადგება რეიტინგისთვის, თუ ყველა არ გავაკეთებთ იმას, რომ გულით იყოს, ანუ მარტო არ დაგვეძინა არა. არ არის ეს უბრალოდ რაღაცა არც საინტერესო და არც საყურებელი. აუცილებლად რაღაცა უნდა მოვაწყოთ შოუ. რვიანი, იმიტომ რომ გამოფხიზე, თუმცა ძალიან მინდა რომ დარჩე შოუში და მე ვთვლი რომ შენ შეგიძლია რომ ამ შოუში საქართველოს ფანოხში აჩვენო რომ შენ ხარ შენ და ამის გამო გიწერ რვიანს რომ შენ უფრო სტიმული მოგეცეს და უფრო გამოცოცხლდე. 8 ქულა. ბატონ ნუგზარ გისმენთ? მე ნინოს კი არ ვეწინააღმდეგები, მართა პირიქით ვეთანხმები, მაგრამ აქვე მინდა ის როლი, რომელიც ვითავებ თქვა, რომ ამ სიმღერას ვღეროდა არაჩვეულებრივი ორერა რობერტ ბარძიმაშვილი იყო სოლისტი ამ სიმღერის და გიორგი ცაბაძეს სიმღერა, მაგრამ ნინო რაშია მართალი იცი რომ ცოტა რაღაცა დღეს ისეთი ეს ფანოღური არაა ხალხო. ეს არის ქართული ესტრადა და ნუ მადლობთ რომ მახსენებ ჩემ ბავშვობას, დიდი მადლობა. კარგი, ამისათვის დაგიწერთ 9-ს. 9 ქულა ბატონი ნუგზარისგან ძალიან კარგია და ნიკოლოზ გისმენთ. დიახ, მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას გასაგონავ თქვა, ჩემო კარგებო, რითაც დაიწყო ნინომ საუბარი დღევანდელ დღეს. ეს არის ცოტა სხვანაირი კონკურსი. აქ მე მესმის ყველა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ შეგვიძლია სიმღერა, გვაქვს სმენა, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის რომ ვიყოთ ცოტა ორიგინალურები რა, თუ ასე შეიძლება ითქვას რა. საკუთარი სახით, საკუთარი ინტერპრეტაციით, საკუთარი თავი რო წარმოვაჩინოთ ცოტა სხვანაირად. ეს სიმღერები მე მესმის, რომ ჩვენ მოგვისმენია ორიგინალში და ვადარებთ რაღაცას და აქედან ვაკეთებთ მერი ალბათ ყველა იმ შეფასებას, როგორ რანაირად და ამიტომ მე ჩემი თხოვნა იქნება ყველას გასაგონად ვამბობ მე ამას რომ რაღაც საკუთარი შევძინოთ ყველა სიმღერას რომელსაც ვიმღერებთ ეს შოუს ელემენტები იქნება სიმღერის მანერას ყველაფერი იგულისხმება ამაში მე ცხრიანს დაგიწერთ ბატონო 9 ქულა აპლოდისმენტები ვაჟაკ თქვენი ადგილი დაიკავოთ და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მოусმინოთ დაუჯეროთ ჯივრი რას ამბობს და შემდეგ ტურში თუ მანამდე კიდევ მონაწილეებმა ასეთი ვერსიები შემოგთავაზე სიმღერების წინ ვერ წავა საქართველოს ფანოღი ისედაც წინ წასული მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ასე რომ 10,000 ლარი პირველ ადგილზე გასულს წარმატებები თქვენ და შემდეგი მონაწილე გახლავთ არჩილ ოდიშვილი კაცი ვარ და ქუდი მახურავს ეცარ უხრი არავინ არც არავის ვემონები არც ბატონო ფარავი არც არავის
ისევე მონები არც ბატონო ფარავი ფურს დავახარჯავ თუ მაქვს ჩემი არ უმადლი არავინ არა მაქვს რა დასაცემი არც სავარხო არავინ არა მაქვს რა დასაცემი არც სავარხო არავინ ხარებ გავალაღდები არ ვიდარდებ არავი თუ არავის ვებრალები არც მე ვანაღლობ არავი თუ არავის ვენაღლები არც მე ვანაღლობ არავი მე არავის ვემონები არც ბატონო ფარავი ეს შიშველი ხმალი ხდები გეთსარუხრი არავი ეს შიშველი ხმალი ხდები გეთსარუხრი არავი არჩი ლოდიშვილი, კიდე აპლოდისმენტები არ გაჩერდეს, აი ასე ძალიან კარგი. და ნინო, გთხოვობ დაიწყო. მომეწონა სიმღერა ზუსტად ამ ადამიანს ქონდა ისე მორგებული, ანუ ეს ტური ხوارი ესტრადის, მაგრამ თვითონ ინდივიდუალიზმი და ეს ესტრადა ისე ქონდა შეთავისებული, რომ ძალიან მომეწონა, ეს სიმღერა ძალიან გიხდებოდა. და აი მე რო ვიყო კომედი არხის მაყურებელი და რო ჩავთავდი და შენ იმღერებდი, აუცილებლად არ გადავრთავდი. ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ შენი განწყობა, შენი ხასიათი მეც დავჭირდა შენთან ერთად მოვიხდები ამ სიმღერას. ამისთვის 10 ქულა, ახო გისმენთ? მე ვფიქრობ ამ ადამიანს უკვე რამოდენიმე გადაცემა რომ იღებს მონაწილეობას უკვე ელოდებიან ადამიანები რომ ადამიანი გამოვა და იმღერებს ნამდვილად სიმღერას. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობ რომ ხარ მუხტით და იმ გადმოცემის სიყვარულით რომ გადასცე ეს ემოცია და ეს გზნობა ხალხს. და მადლობა რომ იუმორით შეგიძლია თავისებურად რა თქმა უნდა 10-იანი. 10 ქულა. ბატონ ნუგზარ, გელოდებით. მე მინდა მადლობა უთხრა ჩვენს მონაწილეს კი არა, მაძიებელს, კონკურსანტს, მაძიებელს 10,000 ლარისა, შეიძლება მილიონი გეკუთვნის, მაგრამ მაგაში არა საქმე, სიმბოლურია ჩვენი ყველაფერი და ეს სიმღერა კარგად შეარჩია, ახლა აი მე მაგაზე ვფიქრობდი. ანუ პრობლემა რომელიც ადამიანს ჯანმრთელობით აქვს და შენ მაინც თქვის რომ კაცი ვარ და ქუდი მხურავს. აპლოდისმენტებს იმსახურებს რობერტ ბერნსის ლექსი გიორგი ცაბაძე ისე მაინც უნდა ვთქვა. აუცილებლად. დაგახაროს ღმერთმა, კაცი ხარ და კაცი იქნები ყოველთვის. 10-იანი. 10 ქულა, დიდი მადლობა ბატონ ნუგზარს, ნიკოლოზ. დიახ, მე მინდა ვთქვა რომ ამ ადამიანს ძალიან პირველ რიგში დადებითი დაიწყო ის რომ ძალიან კარგად ქონდა ნამდვილად ჩერჩეული და უხდება ის რაც გააკეთა რაც იმღერა სცენაზე რაც შეასრულა და რაც თავარია მე პირველ რიგში აკვირდები ხოლმე ხასიათს ადამიანისას როგორ ასრულებს და რა გრძნობით და როგორ უნდა მას ამ ყველაფრის თქმა რასაც ამბობს იმ სიმღერაში მეც 10-ს დაუწერ დღეს
და მე ვთვლი რომ ეს ყველაფერი არ არის, თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი და პირველ რიგში ალბათ კარგი ხასიათი მორგებული იმ სიმღერას და შეიძლება ვოკალური მონაცემებით ბევრი სხვა უფრო კარგად ვღერის ვიდრე მე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება ეს თქვა, მაგრამ თავარი არის მოძებნო ის, რაც შენ გინდა და გამოგდის კარგად. და ამიტომ 10-იანი ჩემგან 10 გულაც ამ შემთხვევაში დიდი მადლობა შენ შემოძვირფასო, დიდი მადლობა და რა თქმა უნდა გრძელდება შაბათის საქართველოს ფანოღი და შემდეგი კონკურსანტი გახლავთ აპლოდისმენტების თანხლებით ხათუნა ბიბლაია. შორს ილცეში მიფარფატებს აფრა საი მიდის ასე მარტო თუ კენდი სულ არ მოჩანს აუ როგორ გაქრა საი მიდის ასე მარტო თუ კენდი სულ არ მოჩანს აუ როგორ გაქრა დაბრუნდება იგი მალე დამოიდას შორი ქვეყნის ამბავს მელოდინით ვეღარ დავღრით თვალებს სხვა დაგხვდება მე კი ალბათ არა მელოდინით ვეღარ დავღრით თვალებს სხვა დაგხვდება მე კი ალბათ არა შენც დიხარ ვითის გებ დაღიმილით მეთხოვებით ნარა ჯერა მოხვალ მაგრამ ახარ გელი სხვა დაგხვდება ამ ნაპირზე ალბათ ჯერა მოხვალ მაგრამ ახარ გელი სხვა დაგხვდება ამ ნაპირზე ალბათ დაბრუნდება იგი მალე დამოიდანს შორი ქვეყნის ამბავს მელოდინით ვეღარ გავღრი თვალებს სხვა დაგხვდება მე კი ალბათ არა მელოდინით ვეღარ გავღრი თვალებს სხვა დაგხვდება მე კი ალბათ არა ხათუნა ბიბლაია. აი ასეთი იყო დღეს ხათუნა და ვნახოთ ჟური როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს. ეს რო ყოფილიყო კიდე შესარჩევი ტური, რაც გავიარეთ, რა თქმა უნდა დაბალქულას დავწერდი და კიდე რაღაცა საპატიებელი იყო, მაგრამ როცა დაიწყო და ჩვენ ხალხს ვაფასებთ და ადამიანები შრომობენ და აქ ინდივიდია საუბარი და რაღაც ხასიათზე და კარგან წყობაზე, ეს ნამღერი აბსოლუტურად მიუღებელი იყო საერთოდ ჩემთვის და მე მგონი ამ პროექტში ყველასთვის 6-იანი ჩემგან. უპასუხისმგებლობა იყო ეს. 6 ქულა, ვნახოთ ვახო რა სიტყვის. იცით რა არის? ეს სიმღერა ძალიან მიყვარს გემი.
ხო და რა ვიცი, რაღაც ეტაპზე დღეს ჩემი გემი ჩაიძირა, ამიტომ მე რუიანს დავძერ, მაინც ვიქნები ცოტა 8 ქულა, ხათუნა გამაგრდი. ყველაფერი კარგად იქნება. ბატონ ნუგზარ გისმენთ? მართლაც მადლობელი ვარ ამ სიმღერის გახსენებისათვის. ამ სიმღერას ასრულებდნენ ვახტანგ ტატიშვილი და ქალბატონი ლუიზა ბასილაია. პირველად ბატა შემომხედე, ეს იყო ივერიის ანსამბლ ივერიის ერთ-ერთი პირველი ხიტი. და ძალიან საინტერესო ტელეკრანებიდან გვახსოვს. დიდი მადლობა ამისათვის. ახლა მე 6-იანი დაწერა ნინომ და მე გადმობრუნებულ 6-იანს დაგიწერ 9-იან. 9 ქულა, დიდი მადლობა. ბატონ ნუგზარ და ნიკოლოზ გისმენთ. დიახ, სამწუხაროდ მეც ისეც ვერაფერს ვიტყვი განსაკუთრებულს, მეც ძალიან დამაგრდა ამ სიმღერაში ბევრი რამე. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან არ იყო ხასიათი ამ სიმღერაში. და ეს სიმღერა მართლა ძალიან სასიამოვნო მოსასმენი სიმღერაა და რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს სიმღერა იყო მოვალეობის მოხდის მიზნით ნამღერი, თუმცა მე წარმატებები მინდა გისურვოთ ყველანაირად, რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ რა ვიცი, უფრო გვიჩვენებს შემდეგი კონკურსანტები რაღაც ისეთს, რომ თქვენ კონკურსში დარჩეთ. მეც რუიანს დაგიწერთ. 8 ქულა დაიწერა ამჯერად ნიკაშგან. დიდი მადლობა, დაველოდოთ შედეგებს. დიდი მადლობა და რა, დღევანდელი შაბათი დღე დამთავრდა, დასრულდა, მაგრამ წინ ხვალინდელი დღე გველოდება, რა თქმა უნდა, ისევ კომედიარზე, ისევ 7 საათზე, ისევ ბრძოლა 10,000 ლარისთვის. წარმატებები ჩვენ კი ხვალ დაგიბრუნდებით დროებით.